მე ვხედავ მათ, როგორ იბრძვიან და კვდებიან თავისუფლების სახელით. ისინი თავისუფლებას და სამართლიანობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ვისთვის? ვიდეო თამაშები მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, პოპულარული და კრეატიული ფორმა გახდა. 2017 წელს ინდუსტრიამ 150 მილიარდამდე დოლარის მოგება ნახა. რითაც წიგნებსა და ფილმების ინდუსტრიას შეეჯიბრა, ხოლო მუსიკის ინდუსტრიას გადაასწრო. გეიმერები მათ მიერ არჩეულ ვირტუალურ სამყაროში კვირაში 3 მილიარდ საათზე მეც ხარჯავენ. მედიის სხვა თანამედროვე ფორმებისგან განსხვავებით, ვიდეო თამაშები თავისუფლებასა და პირად სივრცეზეა გათვლილი, რაც მოთამაშეებს უფლებას აძლევს წავიდნენ იქ, სადაც უნდა და აკეთონ ის, რაც უნდათ. შედეგებზე პასუხისმგებლებიც ისინი არიან. ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თამაშები GTA 5 და Minecraft-ია. ეს ორი თამაში ძალადობის სიხშირითა და სამიზნე ჯგუფებით განსხვავდება, თუმცა ორივე მათგანი მოთამაშეებს საკუთარი ბედის განსაზღვრის შანსს აძლევს. დიზაინირებული მექანიკის ფართო სპექტრი, სტრუქტურული და არასტრუქტურული აქტივობების ფართო დიაპაზონი თქვენთვის. მაგრამ არსებობს ერთი ფრენჩაიზი, რომელიც ფოკუსირდება ინდივიდუალიზმზე, თავისუფლებასა და პირად პასუხისმგებლობაზე, რაც გეიმპლეისა და თამაშის სიუჟეტში აისახება. მას ასასინის კრედო ჰქვია. თამაშების სერია ალტერნატიულ ისტორიულ დროში მიმდინარეობს, სადაც ასასინები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ტამპლიერების მიმართ საიდუმლო ომს აწარმოებენ. ტამპლიერების ტოტალიტარული კონტროლის სურთ. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ მათი საბოლოო მიზანი მშვიდობაა, თუმცა მათი გზები განსხვავდება. მე ვასრულებდი ბრძანებებს. ჯეროდა ჩემი მიზნიც, ისევე როგორც შენ. ასასინები თამაში კარგი ტიპები არიან. მათი კრედოც ხაზგასმით ლიბერტარიანულია. მათი კრედო ამბობს: უნდა გავიაზროთ, რომ არაფერია მართალი და ყველაფერია დასაშვები, რომ კანონები არაციდან, არამედ ლოგიკიდან მომდინარეობს. ახლა მესმის, რომ ჩვენი კრედო არ მოგვიწოდებს ვიყოთ თავისუფლები, ის მოგვიწოდებს ვიყოთ ბრძენები. ხოლო ფრენჩაიზის ყველაზე პოპულარული პერსონაჟი აგრძელებს. შენ ადრე კრედო ახსენე, რას ნიშნავს ის? არაფერია მართალი, ყველაფერი დასაშვებია. ეს ცოტა ცინიკურად ჟღერს. ასეც იქნებოდა ეს, რომ დოქტრინა ყოფილიყო, თუმცა ის უბრალოდ რეალობის ბუნებაზე დაკვირვებაა. არაფერია მართალი, იმის გაანალიზებაა, რომ საზოგადოების ფუნდამენტი მყიფე და მორყეულია და რომ ჩვენ ცივილიზაციის მწყემსები უნდა ვიყოთ. ყველაფერია დასაშვები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი ქცევების არქიტექტორები ვართ და მათი შედეგებით უნდა ვიცხოვროთ. იქნება ისინი დიდებული თუ დრამატული. სხვანაირად რომ თქვათ, ინდივიდები საბოლოოდ საკუთარ ქცევებზე, რწმენა წარმოდგენებსა და მათ შედეგებზე პასუხისმგებლები არიან. ამ თამაშებზე ვერ ვიტყვით, რომ მარტივი და ბავშვურია. ანტაგონისტები ზღაპრულ ბოროტ პერსონაჟებს არ გვანან, რომლებიც უბრალოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან. სერიები გვაჩვენებს, რომ ტამპლიერები უბრალო ადამიანები არიან, რომელთა უმეტესობა სურს, რომ სამყარო უკეთესი გახადოს. ჩემთვის როლის თამაშის საშუალება რომ მოგეცა, წარმატებას მივაღწევდი. მარიონეტების მმართველის როლის. ჯობს ჩვენ მართავდეთ ძაფებს, ვიდრე სხვები. არა, ძაფები უნდა გაწყდეს. ყველა თავისუფალი უნდა იყოს და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სამუდამოდ სასახლეში, ცაში. შენ ხმალს კაცივით იქნებ, მაგრამ ბავშვის ტვინი გაქვს. ბევრი მოკვდება ამის გამო. თვითონ ასასინებიც ხანდახან არასრულყოფილები და მოღალატეები არიან. მათ შინაგანი წინააღმდეგობები ტანჯავთ. მაგალითად, ისინი ამტკიცებენ, რომ თავისუფლების ჯერად, თუმცა ძალადობას ეყრდნობიან. დაწესებსა და ტრადიციებში აბსოლუტურ რწმენას აქსოვენ. ასასინთა კრედო გვასწავლის, რომ ჩვენი იდეოლოგიური მეტოქები ბოროტები არ არიან. ხშირად ისინი ჩვენ ღირებულებებს იზიარებენ. ხშირად მათ ერთი და იმავე მიზნების მისაღწევად განსხვავებული გზები აქვთ. თამაში ასევე გვასწავლის, რომ ადამიანებს ცხოვრების ამოხსნის როგორი ილუზიაც არ უნდა ქონდეთ, არავის აქვს სრულყოფილი ცოდნა. ასასინთა კრედო უბრალოდ ზურგიდან მიპარვასა და დანის ჩაცემაზე აგებული თამაში არაა. ის ფრენჩაიზია, რომელიც ადამიანურ სირთულეებსა და ტრაგიკულობაზე, დაპირისპირებული იდეოლოგიების კომპლექსურობასა და მათ შორის გავლებულ ხაზებზე მოგვითხრობს. გვაჩვენებს, რომ არჩევანი ცუდსა და კარგს შორის ღრმად პერსონალურია და საბოლოოდ მთლიანად ინდივიდზეა დამოკიდებული.